პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა, როგორც მან მამუკა მდინარაძის უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, საკითხი ირანთან დაკავშირებით მის საჯარო განცხადებებს უკავშირდებოდა. ძირითადად კი მისი თქმით საუბარი იყო გუშინ ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერში გადაცემა 360 გრადუსში ირანის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ხუხაშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას, რაც რეგიონული დაძაბულობის ფონზე დამატებით რისკებს ქმნის. ხუხაშვილმა განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში მან ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები გაანალიზა და როგორც ექსპერტმა და ანალიტიკოსმა ასე გააკეთა დასკვნები. როგორც პოლიტოლოგმა თქვა, მისი საჯარო განცხადებები ემსახურება იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ რისკების პრევენცია მოახდინოს, რომელზეც საუბარია. ჩემი ინტერვიუ, რასაც ეხებოდა დღევანდელი ჩემი გამოკითხვა, დავიწყე იმით, რომ მე ჩემ ანალიზში ვეყრდნობი მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და ამის ფარგლებში ვსაუბრობდი, ხო? მე საკაც დავადასტურე, ბუნებრივია, მე რომ რაიმე სპეციფიური მცოდნოდა, ხო? მე რა თქმა უნდა ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი, მე უსაფრთხოების სამსახურში ვატყობინებდი პირველ რიგში. ეს აჩვენს ეჭვებს იმისას, რომ შესაძლებელია საზოგადოებაში გარკვეული ესე რომ ვთქვათ, შფოთის და შიშის გამოწვევას ემსახურო. შენ, როდესაც გამოკითხვაზე იბარებ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ საჯარო განცხადებებს, იმ კითხვებზე პასუხებიც უნდა გქონდეს. აი იგივე ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან დაკავშირებით. არსებობს ეს უნივერსიტეტი თუ არ არსებობს, ხო? სუსი თუ როდესაც დაიწყებს რეაგირებას იმ ძირითად საფრთხეზე, ამით პრინციპში ის გასცემს პასუხებს და ეს მათ ინტერესებში ეს უნდა გააკეთონ მათ. ხუხაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. მდინარაძის უწყება აცხადებს, რომ სწავლობენ ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის ტრულსაქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ამ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი. კანდელაკს კითხვები ჰადსონის კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს, ხიდაშელს კი მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს შეეხებოდა. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ასევე ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბა სანიკიძე. სანიკიძის თქმით, შეკითხვები მის გამოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ. სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ასევე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაბანაძე. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ როგორც მოწმე, ისე იყო დაბარებული. სუსში გამოკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც. ის საქართველოში არ იმყოფება.